ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 151 შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იყო წინა შეხვედრიდან დღემდე გამყოფ ხაზთან მომხდარი ინციდენტები. ამ პერიოდის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 7 მოქალაქე უკანონოდ დააკავა. ქართულმა მხარემ კვლავ მოითხოვა უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. ჩვენ ისევე როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მოვითხოვეთ ყველა უკანონო დაკავებულის მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენება და მათი დაბრუნება საკუთარ ოჯახებში. პასუხად მივიღეთ, რომ გარკვეულ საქმეებზე მიმდინარეობს ჯერ კიდევ არ დასრულებულა ეგრეთ წოდებული გამოძიება, ასევე მოგეხსენებათ, რომ გვაქვს უკანონო პატიმრები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოთხოვნილი იქნა, რა თქმა უნდა, მათი გათავისუფლების საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გარკვეული პასუხი ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივიღეთ, რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, ესეც ძალიან აქტიურად განიხილებოდა. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიცია გახლავთ იმაში, რომ უნდა მოიხსნას ყოველგვარი ხელოვნური შეზღუდვები, ნულამდე იქნას დაყვანილი უკანონო დაკავებები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავისუფალი გადაადგილების, შეზღუდვის საკითხი და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევები. ოკუპანტებმა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში 6 ადგილზე განაახლეს ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის სამუშაოები. რუსმა სამხედროებმა რკინის ძელები, ზოგ მონაკვეთზე სათვალთვალო კამერები და მავთუხლართები დაამონტაჟეს. რა თქმა უნდა, უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესი, რაც სწორედ ეს განაპირობებს უკანონო დაკავებების მახინჯ პრაქტიკას. როგორც მოსალოდნელი იყო ამ შეხვედრაზე კონსენსუსი ამასთან დაკავშირებით მიღწეული ვერ იქნა. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.